გავუშვ. მოკლედ, გუშინ ჩვენ გავშვერდით რაზე, ფუნქციებზე. მე თქვენ მოგეძებთ დავალება და ეხლა ეს დავალება უნდა განვიხილოთ ჩვენ. ეხლა გაგიგზიარებთ. შეესვიზო. copy. და Zoom-ში შევაგდებ. Zoom-ში. აი. შეიძლება? აი. ეხლა დავალება ქონდა შექმნით ფუნქცია, რომელიც აბრუნებს ორი ნამდვილი რიცხვის ანუ დაბლია ტიპი განაყოფს. დამაბრუნებელი მნიშვნელობა ასევე ნამდვილი რიცხვია. და ეს ჩვენ int main-ში უნდა შეყვანის ფუნქცია გააკეთეთ და ამ ფუნქციის გამოყენებით დავაბრუნოთ ამ ორი რიცხვის განაყოფი. ანუ უნდა იყოს ისეთი პროგრამა, რომ ორი რიცხვი შეიყვან და მათ განაყოფს დაგიბეჭდავს. ანუ ჟე int main-ში რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს w a და b. ნახეთ, შეგიძლიათ თქვენ დაწეროთ ესე a და w b, ხო? მაგრამ თუ იგივე ტიპი გაქვთ ჩამონათვარი, მაშინ შეგიძლიათ ესე მძიმეთი გამოყოთ. მე რა გვაქვს? გვაქვს ფუნქცია. ეს ფუნქცია რომელსაც ასაბრუნებს დამაბრუნებელი მნიშვნელობა არის ნამდვილი რიცხვი, ანუ w. ანუ წვეთ w. მე სახალი ფუნქციის. მაგალითად, რავი, გადავარქვათ რაღაც ფუნქცია, ხო? მე რომელიც აბრუნებს ორი ნამდვილი რიცხვის განაყოფს. ანუ ჩვენ გვაქვს ორი პარამეტრი w და w და w. აქ ქვემოთ უნდა გასუხოთ ეს ფუნქცია w function w შევშერდი, მაინც ახლა გავაგზავნე, ამაზე გავსწრე. ჩვენ გვაქვს w function w(x) და w(y). მერე აქ ვწერთ return და მარტო x-ი გაყოფილი y-ზე. აქ რა ვწერთ? აქ ვწერთ შემდეგ რამეს sin a და b. მერე აკეთებ cout და function a და b. გასაგები აქ რა დავწერე? ანუ ჩვენ აქ კი, გასაგები. პროტოტიპი გვაქვს. აქ ინტუიციში ჩვენი პარამეტრები განსაზღვრეთ, შევატანინეთ ორი მონაცემი და გამოვიძახეთ აქ cout-ში. გადავაჭრეთ ორი პარამეტრი a და b. ეხლა თუ რა დავაჭერ? მაგალითად შევიტან 3-ს, 3 კი არა, 10 და 2. დამიბრუნა 5-იანი. ანუ ჩვენი ფუნქცია მუშაობს. ეს იყო ზოგადად ფუნქციები რა მინდოდა მესაუბრა. გვაქვს პროტოტიპი int main ზემოთ, int main-ის ქვემოთ გვაქვს მისი განსაზღვრა, დამაბრუნებელი მნიშვნელობა, ანუ რა ტიპის იქნება. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ნამდვილი რიცხვი, აქ ვწერთ return-ის ტიპი და პარამეტრების ტიპები აქ იწერება. ეხლა ვიდა ვისაუბრო ესეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორც მასივი. წავშალო. ნახეთ. წარმოიდგინეთ მასივი როგორც კონტეინერი. ხო, კონტეინერი რაღაცა ელემენტებისგან შედგება. მაგალითად გვაქვს მასივი, ეს რაცა, რაღაც მასივი. და აქ რამდენიმე 5 შიგნით ჩაწყობილი. 1, 2, 3, 4, 5, ხო? და თითო 5-ში რაღაცა მნიშვნელობა დევს, რაღაცა მონაცემია, მაგალითად 7, 2, 1, -4, -4, 3 და 5. მაგალითად.
ჩვენ აი ამას როგორ ვწად ჩვენ აი ამ C++-ში მაგალითად გვინდა ეგეთი რამე C++-ში ეს ყველაფერი მარტივია შენ მოდი ვისაუბროთ რა ტიპის მონაცემებია თითო კონტეინერში ეს ხო ინტია ანუ თეი რიცხვები და აქ რა იმას მასივში ყველა ელემენტი ერთი და იგივე ტიპის უნდა იყოს ანუ თუ გაქვს მასივი შენ აუცილებლად არა მარტო ესა ყველა დანარჩენი კონტეინერი ერთი ტიპის არის და იწერება შემდეგნაირად int მე სახელი ნებისმიერი მე ესეთი რამე იწერება მე ტოლობი ნიშანი მე ფიგურული ცხელები და მაგალითად ეს ჩამოვწეროთ აი 7 2 მინუს 1 მინუს 4 და 5 და წერტი მძიმე ანუ ეს არის ნახე int-ი ნიშნავს რომ თითოეული აქ წევრი თითოეული აი 7 2 1 მინუს 4 და 5 არის int-ი თითოეული აქ ნახეთ რა თემა რამდენი ელემენტია აი აქა ხო 5-ია 5 კი არა ხო 5-ია ანუ აქ ჩვენ წერთ ელემენტების რაოდენობა 5 და ამ შემთხვევაში ჩვენ აი მასივს გამოვყოფთ მეხსიერებას ანუ ჩვენ ხო გამოვყოფთ მეხსიერებას გავსაზღვროთ int w-ის ხო აი int-ის 4 ბაიტი w-ის 8 ბაიტი მასივისთვის ჩვენ კონკრეტულად უნდა მიუთითოთ რამდენი ელემენტისთვის გვინდა გამოვყოთ მეხსიერება 5-ისთვის 10-ისთვის და ეს ჩვენი int-ი C++-ში არის სტატიკური ანუ მის როგორ ვთქვათ ზომას ჩვენ ვერ შევცვლით ანუ ეს განსაზღვრავთ მაგალითად 5 ელემენტია ანუ 5 აქვს შიგნით ანუ არც ნაკლები არც მეტი და რომ მიმართოთ გარკვეულ ელემენტს აი მაგალითად მინდა ეს ერთიანი დავბეჭდო ეს ერთიანი ამჟამად ნუ მარტივად როგორ შევხვდით ჩვენ cout მე მასივი მე ეს ფშხილები და უნდა მივთითოთ მისი იდენტიფიკატორი ID ხო და აქ მასივში და ზოგადად არა მარტო ამ ენას ზოგადად ყველა ენაში მასივში ინდექსების ათვლა კონტეინერების ნუმერაციის ათვლა იწყება 0-დან ანუ ეს არის ნულოვანი ეს არის პირველი მეორე მესამე მეოთხე და მეხუთე ჩვენ შემთხვევაში გვინდა პირველი კონტეინერი ეს მონაცემის დაბეჭდვა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მიმართოთ მეორე ინდექსზე მყოფ ელემენტს ანუ წერთ აქ ჩვენ 2-ად და წერტი მძიმე ეხლა დაგვიბეჭდავს ჩვენ 1-ად ანუ აქ ნახე რა თემა ანუ მასივში ელემენტების ათვლა ანუ ინდექსაცია იწყება 0-დან როცა ჩვენ გვინდა ელემენტები შიგ ჩამოთვალოთ უნდა აქ int r-ში განსაზღვროთ ელემენტების რაოდენობა არის რას ნიშნავს სახელია უბრალოდ ნიშნობა რა ეს არის ტიპი მასხე ინტელზე ტიპი და ამ ტიპით ჩვენ საზღვრავთ აი თითო ელემენტი ან 7 2 1 -4 5 რა ტიპის იქნება ანუ ეს r მეორე აქ CO2-ქენი ეს არის int-ი ეს ერთიანი ხავს დაიბეჭდა ეს არის int-ი იტო ჩვენ ეს მასივში გავსაზღვრეთ და აქ მასივში ყველა ყოფილი ელემენტი უნდა იყოს ერთი და იგივე ასევე შეგვიძლია აი როგორც ადრეშვებოდა შეგიძლიათ დავწეროთ აქ int a და მე მივანიჭოთ ას გარკვეული მნიშვნელობა ეგრე შეგვიძლია შევქმნათ მასივზე ამ შემთხვევაში რა ისაჭირო
ამ შემთხვევაში იგივენაირად ხდება. უბრალოდ აი აქ Z-იმე და R ой ой R მასივე ой მგონი ეგრე არ შეიძლება ის შეცდომა ვქენივი არ შეიძლება როგორ შესეგრე მაგრამ მგონი შეიძლება ნიშნულობების შეცვლა ანუ შეგიძლია მაგალითად R მიმართო -4 მაგრამ მიმართო მაგრამ მესამე ინდექსი რომელია რომელია მესამე ინდექსი აქედან -4 -4 მაგრამ -4 ხო შეძლო 17-ზე და მოდი ეს მესამე ელემენტი დავბეჭდოთ დაიბეჭდება 17 და გაშვია ეს მიმართეთ და ეს R3 შევცვალეთ 17-ზე და ეს მესამე რატო იყო -4 იმიტომ და ინდექსაცია ელემენტების ასრულა იწყება 0-დან ანუ ჩვენ კი არ გვაქვს 1 2 3 4 5 ჩვენ გვაქვს 0 1 2 3 4 5 ანუ პირველი ელემენტი აი ნულოვანი, მეორე აი პირველი და ასე შემდეგ. ეს რაც მინდოდა მე თქვა მასივებს, აი რა გვაქვს აქ კიდე საერთოსო. რავი აქ რაღაც საინტერესო მე არ გამომნახე შეჟერობით. ანუ შეგვიძლია კიდე შეგვიძლია ჩვენ კიდე ფუნქციას გადავცეთ პარამეტრად მასივი. ანუ ეს ხდება შემდეგნაირად. გვაქვს ფუნქცია int r3 ელემენტი. ესეთი გვაქვს და მაგალითად int r3 და აქ მაგალითად ეს int გვაქვს მაგალითად ეს int-ია მაგრამ გვაქვს ფუნქცია ჩვენ გადავსებთ გარკვეულ ჩვენ ფუნქციას მასივს და მივთითებთ მეორე პარამეტრად ინდექსი რომელიც უნდა დავბეჭდოთ ეს void იქნება void კიდე უბრალოდ ბეჭდებს არაფერს არ აბრუნებს ეს int იყოს ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ ვფორცვათ cout r y. ეხლა თუ ამ ფუნქციას გამოვიძახებ, იგივე რამეს, აი function გადაშვენ მასივს და მაგალითად გადავსვენ მესამე ელემენტს. დაიბეჭდება 17, ანუ ჩვენ ფუნქციაზე შეგვიძლია მასივის გადაცემა. ანუ ეს არის უბრალოდ ტიპი. ფუნქციაზე ნებისმიერ ტიპის გადაცემა შეიძლება. საწავედი მე. მასივებზე თუ მიხვდით თქვენ ანუ რა სახსენე მე მასივებზე. ანუ ეს არის ელემენტების ჩამონათვალი. აქ გუწევთ ტიპამდენი ელემენტების რაოდენობა გვაქვს. 10, 3, 4. ანუ თქვენ ეს იცით, ხო? კი, ნამდვილად გავიგეთ. რაღაც კონსპექტს არ მიყვები, ცოტა სხვანაირად წავალ მე. დღეს.
აი, მაშინ ვისაუბრებ ესეთ რამე, როგორც ბულზე. ბული იცით ხო რა არის ბული? მონაცემთა ტიპი ბულ. აი, იცით? ანუ მეორე ლექციაზე თქვი, რომ ეს ბულისში შეგვიძლია შევინახოთ true და false. ასე შეგვიძლია შევინახოთ გარკვეული პირობა. და თუ ეს პირობა ჭეშმარიტია, შევინახოთ როგორც ჭეშმარიტს და თუ მცდარია, გახდება ფსარი. მაგალითად, შეგვიძლია მეორე ნიწოს შემდეგი რამე. 3, 5 მეტია 3-ზე. მაგალითად, ეს რა თქმა უნდა ჭეშმარიტია. ამიტომ ეს თუ ქნათ სიაოთ ა დაგვიბეჭდავს ერთიანს. ანუ ერთიანი იმიტომ დაგვიბეჭდა, რადგან ჭეშმარიტია. ანუ ჩვენ ბულში არ მარტო შეგვეძლია რიცხვის შეტანა და true და false შეგვიძლია პირობის შეტანა. მაგალითად, აი ჩვენ შეგვიძლია გავცნობ ჩვენი მონაცემები, მაგალითად x და x მაგალითად იყოს მაგალითად 10 და y იყოს მაგალითად 17 და მაგალითად y მეტია x-ზე. რას დაბეჭდავს ეს მაგალითად? ეს იავდი ოქნა. True. ანუ ერთიან დაბეჭდავს. ერთიან დაბეჭდავს. ან შეგვიძლია მაგალითად შევაყვანიოთ მოხმარებელს მაგალითად. ანუ ეგეთი რამე მონაცემები, ანუ sin x და y შევაყვანინოთ. აი მაგალითად 6 და 7 და ერთიანი. რატო? პირველია x, მეორე y. ხო? 7 მეტია 6-ზე. true. თუ დავწერდი მაგალითად 10 და 2-ს, მაშინ 0, რადგან false-ია. და აი ისეთი რამე როგორც if, პირობა. if if აგიხსეთ მე თქვენ. აი ჩვენ გვაქვს ეგეთი რამე მაგალითად თუ სამს ანუ 3 თუ ეს a ანუ y მეტი x-ზე ჭეშმარიტია, მაშინ მოხდა გარკვეული რამე, ანუ თუ მაშინ არის ეს if, ანუ ეს არის კოდის ფრაგმენტი, if კოდის ფრაგმენტი, რომელიც შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აი მქონებსხებში ყოფი პირობა აი ჭეშმარიტი. if ჩვენ ვწერთ 100. ხო? და აქ მაგა if დაგვიბეჭდავს true. მაგალითად, ხო? აქ მოდი inline ვქნათ, ანუ ახალ ხაზი გადავიდეთ. და ახლა ნახე რა დაგვიბეჭდავს. მაგალითად, თუ ავეშე მე -3 და 10, ნახე, დაგვიბეჭდა ერთიანი, ეს მეცხრე ხაზი და აქ ეს if შესრულდა. რადგან რატომ? აი ჭეშმარიტი, ან პირობა ჭეშმარიტია და ამ შემთხვევაში ეს კოდის ფრაგმენტი აი ამ if-ის ქვემოთ შესრულდება. ეს აღინიშნება if. თუმცა ბულიო დავწერე მე აქ ზემოთ. ეს არ არის აუცილებელი, ანუ არ არის აუცილებელი, რომ if-ს ბულის ტიპი გადავცეთ. შეგვიძლია უბრალოდ აი ეგრე დავწეროთ. if x მეტი y-ზე, x მეტი y-ზე დაწერეთ true. ანუ ეგ გვაქვს 10 და 2 დაიბეჭდება true. თუ x მეტია y-ზე, მაშინ დაბეჭდე true. და არის კიდე ეგეთი რამე როგორც else. ანუ თუ იმ შემთხვევაში თუ პირობა შესრულდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეასრულოს შემდეგი კოდის ფრაგმენტი. მაგალითად დაბეჭდე false. მაგალითად, ხო?
აი მაგალითად დავწერმე 2-იან და 10-იანს დაიბეჭდა false-ი, რატომ? მე რომ ხასე ეს პირობა აღმოჩნდა სტარი და გადავიდა else ბლოკზე და შეასრულა ის ბრძანება, რომელიც ეწევა მე-11 ხაზზე. ანუ დაბეჭდა false. ნუ ეს უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე, რომ გასაგებად იყოს. თუმცა ქსიაუტი და ყველაფერი შეგიძლიათ აქ დაწეროთ, ანუ არა უცებ მხოლოდ ერთი ბრძანება შეასრულოს if-მა. შეგიძლიათ იქ უსასრულოდ დაწეროთ ეს ბლოკი. მაშინ ამათო true დაწეროთ, მაგალითად რაღაცა სინი მოთხოვოს აქ და გავიმეოროთ ეგ პირობა რაც ზემოწერია. ეგეთი ამის შესაძლებელია კიდე. ანუ ეს if ბლოკი if else ბლოკი რას წარმოადგენს? ანუ ეს გვაქვს შრიფტი თუ პირობა წაშმაიტია if-ში, მაგალითად true არის, ხო? ეს true. თუ ეს პირობა წაშმაიტია, მაშინ აი ფიგურულ ფრჩხილებში ყველაფერს შეასრულებს თუ არა შეასრულებს else-ზე. არის კიდე დამატებითი else if-ი. else if. აი else if x ტოლია y-ის. ტოლი კი არა, ტოლია. რატო ორი ტოლობის ნიშანი? რადგან ერთი ტოლობის ნიშანი არის მინიჭება. ანუ ეს ხო თქვი რომ ეს არის მინიჭება. ამიტომაც ტოლობის ნიშანი ტოლობა ხო? თუ x ტოლია y-ის აღინიშნება შემდეგნაირად. ზოგადად აი შემდეგნაირი პირობები, აი შემომწე აქ ქვემოთ. აი შემდეგნაირი პირობები არის x მეტია y-ზე, x ნაკლებია y-ზე, x მეტია ან და ტოლი y-ზე, x ნაკლებია ან ტოლი y-ზე, აი x ტოლი y-ის და x არ უდრის y-ს. არის კიდე უარყოფის ნიშანი. უარყოფის ნიშანი რას ნიშნავს? ანუ თუ მე აქ დავწერ ზახის ამბობდი მე. ანუ თუ აქ დავწერთ ზახილისაც, მაშინ ამას უარყოფს. უარყოფს და გადაატრიალებს. ანუ აქ გვაქვს x მეტი y-ზე. მისი საწინააღმდეგო რა არის? x მეტი y-ის. გეკითხების. უკუ პირობა რა არის x მეტობის? ახო. ისმის ჩემი? კი, ისმის, მაგრამ პასუხი არ მაქვს მე. ანუ როგორ მათემატიკა შემომარი. ანუ a მეტია b-ზე, ხო? ხო არის ეგეთი რაღაც მაგალითად, ხო? მისი უკუ პირობა როგორ არის? მოპირდაპირეთ. ხომ იქნება a ნაკლები ან ტოლია b-ზე. ხომ იქნება ასეთი რამე? გადატრიალებული. მიჩი უარყოფა. ხო ეს იქნება. ხო ნამდვილად. და ზახი ნიშანი ზუსტად აი ამას ნიშნავს. რომ აი აქ ჩვენ პირობას ვატრიალებთ უკუხმად. და ეხლა რა ვქენი მე აგრო დავწეროთ ტოლობის ნიშანი. ნახე. ჩვენ პირველ if-ში ვამოწმოთ x-ი მეტია თუ არა y-ზე. თუ კი, მაშინ შეასრულებს. თუ არა, აი ამ else if blocks მიადგება და შეამომწმებს x-ი ტოლი y-ის. თუ არა, შეასრულებს else. თქვენი აზრით, else რა პირობის შესრულდება? ანუ else რა პირობის ხდება? აგვა მეტია ტოლია და else რა იქნება? ნაკლებია.
ხო, ზუსტად აი ამას ნიშნავს ეს if else ბლოკი. და აი კიდევ ერთ ხაზზე დაწერია ეს ყველაფერი. ანუ if else კი არა, if და else. მაგალითად, ჩვენ გვინდა ну, შეიძლება მაგალითად დიდი კოდია, ხო? გვინდა მოკლედ. მაგალითად. ვაგ რაღაცა int-ი, რაღაცა მაგალითად r. და ჩვენ გვინდა თუ x-ი მეტია y-ზე, მაშინ გახდება 5 და თუ არა, მაშინ გახდეს 3, ხო? თუ x-ი მეტია y-ზე, მაშინ 5, თუ ნაკლებიან ტოლი 3. ამ შემთხვევაში ჩვენ პირობა ერთ ხაზზე შეგვიძლია დავწვით. ეს ხდება შემდეგნაირად. ჩვენ x-ი მეტი y-ზე, ორი წელი კითხვით ნიშანი, პირველი არის true, ანუ იმ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტია, თუ იმ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტია, მაშინ 5 იქნება და ორი წელი შემდეგ არის else, ანუ თუ არა, მაშინ 3. ანუ აქ რა დავწერე? ეს მივანიჭოთ. ხო? 5 ანუ აქ x-ი მეტი y-ზე? თუ კი, მაშინ 5, თუ არა 3. ანუ ახლა თუ დავფერხავთ ჩვენ აი ამას. else. ახლა რა იქნება? აქ შეცდომა. მაგალითად, აქ დავწერ მე 10 და 5 გახდება 5. მაგალითად, 10 მეტია 5-ზე, გახდა 5. ანუ სხვა შემთხვევა -1 3 გახდა 3. ვაისა, ციფრები ვირშე. -1 7, ხო, და გახდა 3. მაგალითად, 7, ანუ აგერ -1 არ არის მეტი 7-ზე, -1 x-ია. ხო? y 7-ია. ხო? ანუ ეს პირობა ასე სრულდა. ანუ 5-იანი ვერ გახდა. და გახდა 3-იანი. ანუ ერი გახდა 3 და დაიბეჭდა 3. მაგალითად ესე დაიბეჭდა. ანუ თუ ეს მივხვდით თქვენ if else blocks. ინი, შენ თუ მივხვდი? აი რა დავწერე აქ მერვე ხაზზე და if else. if-ი პირობა დავადეთ, ხო? ხო, პირობა არის if-ი. მასივებს თუ მივხვდი? მგონი კი. ხო, if-ი არის პირობა, მასივი არის კონტეინერი. და არის აი ამ კონტეინერის მაგალითად, ხო, რა თქვა? ეს მოდი შემიძლია ვქნათ, არის სხვანაირი მასივები კიდე. ანუ უბრალო მასივების გარდა აი კიდე დინამიური მასივების. ამ შემთხვევაში ჩვენ დავამატოთ ბიბლიოთეკა, ანუ ქვია ვექტორი. ვექტორ. და განისაზღვრება შემდეგნაირად. ვექტორ რა ტიპის იქნება ელემენტები და ნებისმიერი სახელი, მაგალითად, back არ აქვს მნიშვნელობა და აქაც შეგვიძლია ესე ვქნათ. არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ეს იმით განსხვავდება, ანუ და ხედავთ თქვენ თვითონაც, რომ აქ რამდენი ტიპის გვინდა, ხო? რამდენი ტიპის გვინდა, არ არის აუცილებელი შევთქვა. ანუ რამდენი ელემენტი გვინდა, რომ მასივში იყოს. შეგვიძლია აქ ნებისმიერ დროს და ვქნათ ეგეთი კომანდა როგორც pushback. ამ შემთხვევაში ელემენტს დავამატებთ, მაგალითად 7-იანს. და მაგალითად დავბეჭდავთ ამ ვეკის ეს 7-იანი. ამ 7-იანს მივწერთ, ესე 4 ელემენტი. მაგრამ ჩვენ აქ ინდექსაცია ხო იწყება 0-დან, ანუ 3. და ჩვენ დავწერთ. დაიბეჭდა 7. და ამის გარდა შეგვიძლია მიმართოთ 1-ით. ეგეთი ფუნქციით. ეს იგივენაირად იმუშავებს. მაგალითად
ჩვენ აი აქ ამის წინ გავაკეთებ pop-back-ს. ეს ასნიშნავს pop-back-ი. ჩვენ ბოლო ელემენტს ამოვშლით. ანუ ამოვშლით ჩვენ ამ სამიანს. და ამ შემთხვევაში თუ ახლა მესამე ელემენტი უკვე აღარ გვექნება. დაიბეჭდება შეცდომა. აი შეცდომა დაიბეჭდა. რადგან ეს მეოთხე ხო მესამე ელემენტი აღარ არის. ის ჩვენ ამოვსავთ და 7-იანი მეორე ელემენტად იქცა. აგერ ეს უნდა ორი დავაწავოთ. pop-back-ი არის ამოშლა, push-back-ი არის დამატება ელემენტის. შეგვიძლია გავიგოთ ამ ვექტორის ზომა. ეს იქნება vector size. ამ შემთხვევაში გვეწყვეტ რამდენი ელემენტი აქვს შიგნით. ამ შემთხვევაში დაგვიბეჭდა 3. გადაღე 3 ელემენტი ქონდა განსაზღვრული, ერთი წავშალეთ, ერთი დავამატეთ. ანუ 3 დაგვშა ჩვენ. ნუ ჩვენ ახლა კიდე დავამატებთ ელემენტს, რა ელემენტს დავამატებთ? 12 ორიანი. ნუ რაცა კვირა გახდება 4. ანუ რა ფუნქციები აქვს ამ ვექტორს? აქვს წაშლის ფუნქცია ბოლო ელემენტით, არის დამატების ფუნქცია, ასე ბოლოზე და აქვს ზომის გაგების ფუნქცია. აი სამი ფუნქცია: size, pop-back და push-back ამ ვექტორს. კიდე აქვს დამატებითი ფუნქცია, მაგრამ თუ არის სერიელი, ხო? ამ შემთხვევაში ბულსაბულად ნახეთ. თვითონაც ანიშნებს, ეს არის ბულ ფუნქცია. ანუ თუ არის ვექტორში გარკვეული ელემენტები. არის კიდე სხვადასხვა ფუნქციები, insert-ი, გარკვეული ელემენტზე რაღაცა დამატება და სხვადასხვა რაღაცეები. მაგრამ ხო. მოდით რა თქმა იქ კიდე კონსპექტში რა იქნება ეს გადავხედოთ აქ ხო ანუ ეს ვექტორი და მასივი იმით გამოირჩევა რომ მასივა სტატიკური უცვლელი მასივის ზომას ვერ შეცვლის და ვექტორის ზომა თვითონ ავტომატურად შეიცვლება თვითონვე იზრდება ეს ვექტორი ხო ეგ მასივის ალტერნატივები ხო არის კიდე ეგეთი კლასი როგორც array ну ეგაც იგივენაირი რაღაც არის ხო ნახეთ ახლა როგორც იქა აგას თუ გამოვყოთ მეორე პარამეტრი გამოყოფა და სხვანაირად იწერება უბრალოდ უფრო სინტაქსურად სხვანაირია აი ვექტორი ხო ეს უკვე ახსენე ანუ შეგვიძლია დინამიურად ვერსიება გამოვყოთ და ეს იყო ხო ესა იყო მარტო აქ ხო აქ კიდე ეგეთი რამე როგორც სტრუქტურა ეს სტრუქტურა ეს მეზე პოინტერები და პოინტერებს შემდეგზე ახსნი კაი ახსნი მე ამას როგორ ვქვის ხა ეს ციკლებს მე მინდა ახსნას ციკლები ცოტა დიდი თემა ციკლი ანუ რა ახსენი მე დღეს ახსენი მასივები ვექტორები ახსენი და უფრო მეტი ფუნქციებზე ხო და კიდე ის if else-ი ახსენი დღეს ჩვენ if-ი მასივი და ვექტორი და აქედან რა ვერ გაიგეთ თქვენ ან რომელი კიდათ უფრო დეტალურად განვიხილო მე მასივი მასივი
ამ შემთხვევაში ხო თქვი უკვე ანუ გვაქვს პირველი ეს რაც გვაქვს მარჯვნი RA ტიპი და აქ RA-ს მე აი ამ ჭხილებს ხები კი რა ქვია ეს რა ქვია ეს აი ამებს ჭხილები კვადრატული ჭხილები ხო ამ კვადრატულ ჭხილებს შევწევთ რადი ელემენტი გვინდა გამოვყოთ და მე ვუწართ ელემენტებს ეფიკური ჭხილებში ეს ჩამონათვალი 1 2 3 და თუ გვინდა მიმართოთ აი მაგალითად აუ მაგალითად რომელი ელემენტი მაგალითად მეორე ელემენტი ამ შემთხვევაში უნდა დავწეროთ 1 რადგან ინდექსაცია იწყება 0-დან და ამ შემთხვევაში პირველი არის 0 მეორე არის 1 სამი არის 2 აი გინდათ ახლა თქვენ თვითონ გააკეთოთ რაღაცა აი გეტყვით და გააკეთეთ თქვენ თვითონ რაღაცა აი მაგალითად შექმნით ინტის მასივი და ქენთ ეს 5 ელემენტზე ხო ფიგურების ხეებში შემოწერთ ნებისმიერი ციფრი არ აქვს მნიშვნელობა გონი ორივე ერთად წერთ. ერთად არა მოდი ნინი გააკეთეთ ჯერ ო ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა ხო მე დაასრულე მაგალითად დაბეჭდე ელემენტი სამიანი როგორ დაბეჭდა შენ მესამე ელემენტი დაბეჭდე ხო აბა მესამე ელემენტი დაბეჭდე შესაძლოა თუ გაქვს თუ ამე გიწითლებს ანუ რაღაცა ასწოროთ აკეთებ შენ ასაკეთებ რომ ხაზე გიწითლებს ხო რაღაცა სადაწოროთ აკეთებ დაშვები ანუ აღადგინე რა უნდა დაწერე გოსწერ გასწორ მასივი 5 ელემენტზე აბა შენქენი
გიწითლებს იქა შემსნია ამეთი გინა შენ მესამე სწორად შენ მესამე შენ გინდა -2 -2 გინდა დაბეჭდო როგორ დაბეჭდა -2-ს ხო ხო სწორად აკეთებ ხო დააბრუნე უკან სიაუტი როგორ აკეთებ ხო სწორია სწორია -2 დაბეჭდა აბანინი დაბეჭდა თუ არა ელემენტ 4-ს რა უნდა შესულო აქა რა შესვლიდი აქ რომ 4 დაიბეჭდოს არა შეცდომა არის ელემენტი 4 რომელია მე რამდენია ხო სწორია სწორად ქენი რა მოგივიდა კაი აბა ეს მაგათოს მესამე ელემენტი მესამე ანუ ეს 4-იანი ჩაანაცვლე მაგათად 10-იანით სიაუტამდე ანუ აქა ეგ როგორ იზამ ამას შეცვალო ელემენტი აქ კი არა იქ კი არა იქ დაანებე აი მერვე ხაზზე შეცვალე აბა როგორ შეცვლი ანუ იგივენაირად უნდა აი ამ აგოსიაუსზე აკეთებ ოღონდ უნდა ქნა მინიჭება და უნდა მიანიჭო 10-იანი 29-ზე ქენი იგივენაირად უნდა ქნა ვერ იგებ თუ რა ანუ მესამე ელემენტი კი არა აი ეს მეოთხე ელემენტი შეცვალე 10-იანით ანუ არის მესამე ელემენტი მეოთხე ელემენტი შეცვალე 10-ით ამას მეოთხე ელემენტი 10-ით შეცვალე აქ მეოთხე ელემენტი არის რომელი 4 ხო არის ეგ და ეს 4 დახადე 10-ად აი მერვე ხაზზე ანუ როგორ საკწეია int რო გაქვს 3 და შეგიძლია მე ეს შეცვალო ხო ახლა შეგიძლია მე შეცვალო ნებისმიერ დროს და კიდე შეგიძლია შეცვალო აი ეგეთი რამე შეგიძლია ქნა r-ზე თუ როგორ გამქნას
ლუკა აბა შენ თუ იწევ მომას გაგიმევრო თუ რა უნდა ქნა ანუ ის ინტში რომ გიწერია ჩამონა დავში 4 ის 4 როგორ ხათო 10 როგორ იწევ ინტი ზედმეტი გაქვს აი მე რო ხაზე ინტი ზედმეტი სო ავტობეთე მუშაობს აბა ნინი პირველი ელემენტი შეცვალე სამიანით პირველი ელემენტი ნულოვანია და გავიწყდეს და დაბეჭდე ლოკალ მეცხრე შემდეგი ხაზი შეცვალე აი ეს იაუტის სერვერი ისიც შეცვალე ხო და ეხლა თუ გავუშვებთ აქ გიბეძებს 300-ს ხო ზუსტადაც აბა if-else-ებს მასივები თუ მიხდი ნინი როგორ არის ახლა კაია თუ მიხდი კაი აბა ხა მოდი ვივალშიცოთ if-else-ებზე ოკეი მაგალითად გვაქვს ეგეთი პირობა int უდრის 3-ს int a უდრის 3-ს int b უდრის 5-ს ხო აბა ლუკა თუ შეძებს ესეთი რამე ქნა თუ b მეტი a-ზე თუ b მეტი a-ზე მაშინ დაიბეჭდოს მათი ჯამი თუ b მეტი a-ზე გვარებშრებში პირობა გაქვს if-ის გვარებშრებში ანუ თუ b მეტი a-ზე დაიბეჭდოს მათი ჯამი და თუ არა მათი სხვაობა
იელსელში უკვე აღარ გჭირდება პირობა. ხო, თანტინი, თუ შენ if-ში ან else-ში გავხორთ ერთი ბრძანება, ფიგურული ფრჩხილების დაწერა არ არის საჭირო. მაგრამ თუ გაქვს რამდენიმე ბრძანება if და else ბლოკში, ფიგურული ფრჩხილები აუცილებელია. აბა გავშვი. ჯამი 8 დაკიბესო. აბა ნინი, რა შეცვლი აქა? მაგე პირველ სხვანაირ თუ b ტოლია 100 და ბეჭდება მათი ჯამი, თუ არა მათი სხვაობა. მხოლოდ პირობა. არა. შეაყარს 120 ეს დატოვა. პირობა, სად არის პირობა? პირობა აქ არის. ტოლია. ტოლია ორი ტოლობის ნიშანი უნდა ქნა. აბა რა შეცვლითი მაგალითად სხვა პირობა, ხო? მინდა შევამოწმე. მაგალითად თუ b ნაკლებია ანტოლი 100. b ნაკლებია ანტოლი 100. სწორია. ამ პირობები იცი. ძალიან კაია. მაგალითად ეს მოდი წავშალოთ. მაგალითად ეგეთი რამე ვქნათ. მაგალითად თუ b მეტი 100 ეს პირველი დაწერე თუ b მეტი 100 დაიბეჭდათ მათი ნამრავი. ეს პირველი დაწერე. ხო, შენ გეუბნები მინი. თუ პირველი დაწერე, თუ ნინი აქ ხარ? ხო, გაიგე აკითხე, ანუ თუ b მეტი 100 დაიბეჭდოს მათი ნამრავი.
მოიცა იქ 120 წელი end line ხო წინააღმდეგ შემთხვევაში მოიცა ეს ჯერცი არ გინდა მოიშვე მე-11 ხაზი მოაშვე არ გინდა ესა ნახე იმ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ b ტოლია 100 დაიბეჭდოს მათი ჯამი წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ანუ იალსე იფიქინდა შენ პირობიანი ხო თუ a მეტია a ტორია b-ი დაიბეჭდოს მათი ჯამი ტოლია მეტია ან ტოლი კი არა ტოლია ასოთა კიდევ ერთხელ ტოლო თუ ტოლი უნდა ორი ტოლობის ნიშანი იხმარო ხო თუ ტოლი მათი ჯამი და სხვა შემთხვევაში მათი სხვაობა დაიბეჭდოს. სხვა შემთხვევაში მათი სხვაობა. სწორია, ოჯახ. აბა ახლა თუ შევამოწმებთ, რა დაიბეჭდება ნამრავი. კაი, მოდი ცოტათი შევცვლოთ ეს დინი. მაგალითად, გაქვს მონაცემი A და B, და მოხმარებელი შემოაქვს ეს A და B. რაც დაამატებელ მოხმარებაში მოიტანოს A და B? არა, ეგრე არა. A და B. ვიმე? რა მოხდა? ой, რაღაცა მოხდა, სუდი. აი. ნინი აქ ხარ? აი, ლუკა შემოვიდა. კაი, აბა გაგზერე რა დაგშაქა, აი აქა. სინ A და კიდე აქ რაზე კიდე სინი? კაი, აბა საერთოდ შენივე პროგრამა ნამრავი დაგიბრუნა. აბა საერთოდ იმ შემთხვევა ტოლი ერთმანეთს
ჯამი დაგიფიცე. აბა იმ შემთხვევაში ამოსავსა ნაკლებია. პირველი მეტი, მეორე ნაკლები. სხვაობა დაგიფიცე. ანუ პრინციპში მივხვდი ყველაფერს, ძალიან კაია. მივხვდი. ვექტორისათა რთული თემა შემდგომ გავაგზავნე. თქვენ რა ფიქრობთ? დღეისთვის საკმარისია, ხო? ძალიან კაი. მაშინ დღეს ამით დავასრულებთ. შემდეგ ჯერზე დავიწყოთ ციკლები. მოკლე მიმოხილვა ვთქვათ, სხვა რა გვექნება ციკლები. ეს იგივე რას ახლა კალკულუსში უგავდიოთ ეგეთი რამე, აი n0-დან 5-მდე, რა 2x, ხო? ეს ხო მოგშვებს ჩვენ ჯამს, ანუ 2 პლუს რა 6 პლუს მაშინ შემდეგ ხო ეგეთი რაღაცა როგორც მათემატიკაში ხო ახლა დავალებას მოგცემთ თქვენ აი ამაზე დავალება შემდეგია აქ დავწერ მესეჯში დავწერ დავალებას მოკლედ და ნახავთ ანუ იქნება if else-ების და ფუნქციები ერთად დავალება ეგეთი კარგი დაბა ნახვამდის ხვალამდე ხვალამდე ნახო